უწყვეტი პროტესტის 37 დღე ქუთაისი ევროპული მომავლისთვის ბრძოლას განაგრძობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან დღესაც შეიკრიბნენ ევროინტეგრაციის მომხრეები, ტრადიციული მოთხოვნებით ჩატარდეს ახალი არჩევნები და მოხდეს უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება. ჩემი ოპერატორი კადრში გაჩვენებთ ქუთაისის რუსთაველის გამზირს, იქ სადაც ტრადიციულად იკრიბებიან ადამიანები და ქართულ ოცნებას ეუბნებიან, რომ ისინი არიან არალეგიტიმურები. მე პირდაპირ ეთერში შევეცდები გავესაუბრო აქ მყოფ ადამიანებს, სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ თბილისიდან აქციის მონაწილეებს შემოუერთდნენ ხელოვანები, მსახიობები, რეჟისორები და ასევე ექიმებიც კი. ეკა დემეტრაძეს ხედავ, მე მას პირდაპირ ეთერში გავესაუბრები. ეკა, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი და რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ თბილისის გარდა ასევე მუნიციპალიტეტებშიც, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავშიც გაიმართოს ამ ტიპის აქციები? Თქვენზე მეტია უკვე ჩვენი საქართველოს მოქალაქეების სათქმელი ცხადზე უცხადესია. ჩვენი მოთხოვნები არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ყველა სისტემის პატიმრის გათავისუფლება დაუყოვნებლივ, იმიტომ რომ რეალურად წარმოუდგენელი არის იმ პირობებში ცხოვრების გაგრძელება ამ ქვეყანაში, რა პირობებსაც დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გვთავაზობს. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, რა თქმა უნდა, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველანი ვართ ერთი ქვეყნის შვილები, ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები და ესე სხვადასხვა ქალაქებში ბევრად კიდევ უფრო რთულია, იმიტომ რომ აქ დაშინება და ადამიანებით მანიპულირება კიდევ უფრო უმარტივდება დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთმანეთს რომ გვერდში ვედგეთ. თბილისში ვგრძნობდეთ იმას, რომ საქართველოს სხვა ქალაქებში ჩვენ გვერდში არიან და ამ ქალაქებშიც გრძნობდნენ, რომ თბილისი მათ გვერდშია. ეს მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. აქციის სხვა მონაწილეებსაც გავესაუბრები. ვხედავ მსახიობ კახა კინწურაშვილს, მე მას გავესაუბრები. კახა, მთავარი არხის ეთერში ვართ, რომ გითხრათ რა არის თქვენი სათქმელი. თბილისში ხედავთ პერმანენტულად აქციაზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ მუნიციპალიტეტებშიც გამოვიდეს მოსახლეობა ქუჩაში? ყველამ თავისთვის უნდა გადაწყვიტოს. ყველამ თავისი ტვირთი უნდა ატაროს და თავისი პასუხისგებლობით უნდა მიუდგეს ქვეყანას. სათქმელი რა შეიძლება მქონდეს, რაც რუსთაველზე მაქვს, იგივე მაქვს ამ რუსთაველზეც და ტყიბულშიც და ერთ და იგივეა. სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. მიხარია რომ საზოგადოება ფხიზლად არის, საზოგადოება ერთად დგას. ერთი დღე შეიძლება ცოტანი იყვნენ, მეორე დღეს 100,000-ობით ადამიანი გამოვიდეს, მაგრამ ამ ბრას უკან ვერავინ ვერ წაიღებს. ის ბოროტება და დანაშაული, რაც დაიშვა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის წინაშე, ამისთვის პასუხი უნდა ააგოს იმ ადამიანებმა, ვინც ეს დაუშვა. და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყანა აი ამ რაღაცა მანკიერი პრაქტიკისგან უნდა განთავისუფლდეს, ძალადობისგან, რეპრესიისგან და ვფიქრობ, რომ ამის ამ ყველაფერს დაძლევს სოლიდარობა. ჩვენ აი რა ვიცი რა ხო და მთავარი არის ერთად დგომა. ერთად დგომით გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ხო ძალა ერთობაშია და როდესაც ვართ ერთად, ჩვენ ვერ მოგვერევა რუსეთი. უღმესი მადლობა. აქციაზე ვხედავ ექიმს რამაზ ზოსიაშვილს. რამაზ, თქვენი სათქმელის რომ გითხრათ, ხშირად ხედავთ თბილისში, ასევე სამართალდამცველები ერთხელ დაგაკავეს კიდეც. რატომ ჩამოხვედით ქუთაისში, რატომ შემოუერთდით უწყვეტი აქციის მონაწილეებს სწორედ ამ მუნიციპალიტეტში? აუცილებელია რეგიონებში ჩასვლა, ჩვენს თანამოქალაქეებს მხარი დაუჭიროთ აქციის ჩასატარებლად, თავიანთი პოზიციის გამოსათქმელად. ისიც რომ ჩვენ გვინდა ამით მივმართოთ საღად მოაზროვნე ფენას მოსახლეობისა, რომელსაც ძალიან კარგად ესმის ჩვენი ქვეყანა რა მდგომარეობაშია. ჩვენ არ უნდა მივმართოთ ის უკვე მარგინალ კოცებს, რომელსაც უკვე აზრიც აღარ აქვს რომ ვესაუბროთ, იმიტომ რომ ისინი ჭაობისკენ იხედებიან, ჩვენ უნდა ვიხედოთ წინ ევროპისკენ, აუცილებლად. მიუხედავად ამ რეპრესიული მანქანისა, ამ ღონისძიებებისა, რომელსაც დღევანდელი ძალაუფლება ეგრეთ წოდებული ახორციელებს ჩვენი მოსახლეობის მისამართით, ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ მომენტს, ჩვენ უნდა მუდმივი პროტესტით შევაწუხოთ, დავანახოთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, რომ ჩვენ გვინდა ევროპა და ჩვენ ვდგავართ ცივილიზებულ სამყაროს გვერდით. ძალიან დიდი მადლობა. აქციის სხვა მონაწილეებს გავესაუბრები. ვხედავ რეჟისორ დათა თავაძეს, სხვათა შორის ის ტყიბულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და მეშახტეებს სოლიდარობა გამოუცხადა. დათა, თქვენი სათქმელი რა არის, რატომ გადაწყვეტეთ დღეს ქუთაისში შეერთებოდით უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს? ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ დავიწყოთ ასე ვთქვათ, ასევე მოძრაობა, ხო? ჩვენ დავიწყეთ მოძრაობა
მოძრაობა თბილისში, ჩვენ მოძრაობდით ერთი თვე თბილისში და ეხლა ვაფართოვებთ ასე ვთქვათ ჩვენს გეოგრაფიას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავიწყეთ ტყიბულიდან ეს მოძრაობა, სადაც მეშახტეებს გამოუცხადეთ სოლიდარობა იმ 38 მეშახტეს, რომელიც უსამართლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის მსვლელობა ტყიბულში, ტყიბულიდან წამოვედით ქუთაისში და შევუერთდით აქციას აქ და რასაკვირველია ისევ იმ მოთხოვნისთვის, რომელიც ყველას გვაერთიანებს და სწორედ რა კი გვაერთიანებს ეს მოთხოვნა, აი ამის ასე ვთქვათ ამ სიმბოლოს ასე ვთქვათ საჩვენებლად ვართ აქ, ხო, რომ ჩვენ ხელს ვუწვდით ერთმანეთს, ისევ ერთად ვდგებით, ერთად გავართ და ეს საერთო პროტესტია, მთელი საქართველო ერთიანდება ამ პროტესტში და ჩვენც ასე ვთქვათ აი ამ მოძრაობის ასე ვთქვათ უფრო ვაფართოვებთ მარშის არეალს თუ შეიძლება ითქვას და ვაპირებთ რომ რაც შეიძლება მეტ ქალაქში ჩავიდეთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავიცნოთ, რაც შეიძლება მეტ პროტესტს დავესწროთ და გავიგოთ ხალხის განწყობა იქ, როგორ მიმდინარეობს მათი ბრძოლა ქალაქებში და უბრალოდ ხარში ამოუდგეთ და გავაძლიეროთ ასე. ძალიან დიდი მადლობა. ნანკა კალატოზიშვილს ვხედავ, მე მას პირდაპირ ეთერში გავესაუბრები. ის პროტესტს გამოხატავს ხმოვანი სიგნალებით. ნანკა, თქვენი სათქმელი რომ გითხრათ, უწყვეტი პროტესტის უწყვეტი მონაწილე ბრძანდებით თბილისში რუსთაველის გამზირზე, დღეს კი ჩამოხვედით ქუთაისის რუსთაველის გამზირზე. ტყიბულში ვიყავით მეშახტეებთან და ეხლა გადმოვიდეთ ამ ულამაზეს ქალაქში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ დეცენტრალიზებული იყოს ეს აქციები და ჩვენც ერთმანეთთან მიმოცვლას ვახდენდეთ, უზიარებდით ჩვენს გამოცდილებას, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ადამიანი მეუბნებოდა რომ ახალი წლის ღამე იყო მისთვის აი რაღაც წარმოუდგენელი, რასაც უყურებდა და ძალიან უნდოდა რომ აქაც იგივე განმეორებულიყო. მაგრამ მე როგორც მეგობარი ეკაიტყო და ჩვენ უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს თბილისში პროტესტის და აქ რაღაცნაირად იქამდე მივედით რომ უკვე აი ამ ხელა რაღაცა თქვა ახალი წლის ღამე იქნება რაღაც ეს დიდად ორგანიზება აღარ ჭირდება, თავისით ხდება უკვე რაღაცები. არის ადგილები სადაც ესეთი გამოცდილება არ აქვს და ნელ-ნელა ხდება გახურება და ნელ-ნელა ხდება ადამიანების აი ამ ფორმაში მოყვანა რომ შეუძლია ხმა ამოიღოს, შიში შეუძლია რომ გადალახოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თანადგომას თუ უცხადებ და რაღაცნაირად პერიოდულად მაინც ვივლით ერთმანეთთან აქციებზე, იმიტომ რომ ერთობა არის მთავარი და ეს უნდა ვაგრძნობდეთ არა მხოლოდ Facebook-ზე წერით, არამედ ადგილზე ჩასვლით და ურთიერთობით. ძალიან დიდი მადლობა. რეჟისორ მიშო ჩარკვიანს ხედავ, მე მას გავესაუბრები პირდაპირ ეთერში. მიშო, რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ თბილისის გარდა პროტესტის კერები იყოს ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორიც არის ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი და ასე შემდეგ. საერთოდ ეს ჩაჭურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ქალაქები ვიყოთ ერთმანეთის სოლიდარულები. ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია და ჩემთვის ის პროტესტი რაც ქუთაისში ხდება საამაყოა ნამდვილად და ძალიან ძვირფასია ამის ნახვა რომ ადამიანები ამდენი დღეა აპროტესტებენ. ჩვენ დღეს თეატრის და კინოს კაფიცური ხელოვანები ჩავედით ტყიბულში, რომ მეშახტეებისთვის სოლიდარობა გამოგვეცხადებინა, იქ უდიდესი უსამართლობაა. ათობით თანამშრომელია პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული და ამის შემდეგ გადავწყვეტეთ რომ წამოსულიყავით და შევერთებოდით ქუთაისის აქციას. მე მგონი რომ პროტესტის დეცენტრალიზაცია არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ მთელი ქვეყანა ახლა ერთად ვართ, ერთად ვგავართ და ყველა ვაანალიზებთ იმ საფრთხეს, რა საფრთხის წინაშეც ვგავართ და ბედნიერება ისაა, რომ დანებებას არავინ არ აპირებს. ამიტომ ეს ესე უნდა მოხდეს. თბილისმა უნდა გააძლიეროს ქუთაისი, ქუთაისმა უნდა გააძლიეროს ტყიბული, ტყიბულმა ზესტაფონი და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა დაუკავშირდეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ამ წუთას ჩვენი ერთობა არის ის, რასაც ამ ძალადობრივი რეჟიმის გადატეხვა შეუძლია და ეს ასეც იქნება. უღმესი მადლობა. ახლა ქუთაისის აქციის მონაწილეებს გავესაუბრები. ხვიჩა ვაშაკმაძეს ვხედავ, ის უწყვეტი პროტესტის უწყვეტი მონაწილე არის. ხვიჩა, დღეს არის უწყვეტი აქციის 37 დღე. დღეს რა არის თქვენი სათქმელი? სათქმელი, რა თქმა უნდა, მოთხოვნები იგივე რჩება, ახალი არჩევნები, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხს წინ ვერავინ ვერ დაუდგება და ეს არჩევნები გაიმართება. მიუხედავად ახალი წლის დღეებისა, ხალხი ხედავთ ქუჩაში მაინც გამოდის და დარწმუნებული ვარ,
კიდევ უფრო მეტი გავხდებით ცოტა ხანში. უღმეს მადლობა. მაშასი ასეთია ვითარება ქუთაისში რუსთაველის გამზირზე, როგორც მოისმინეთ, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ დაიღლებიან, მოთხოვნები უცვლელია ჩატარდეს ახალი არჩევნები და მოხდეს უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება. ქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრეები ამბობენ, რომ მომდევნო რამდენიმე საათს ისევ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან გაატარებენ.